მოგესალმებით, ვაგრძელებთ კურს სახელმწიფო შესყიდვების თემაზე. მე გახლავართ თათა გორდელაძე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის სამართალწარმოების სამმართველოს უფროსი. დღევანდელი თემა შეეხება ბიზნეს სექტორის ჩართულობას სახელმწიფო შესყიდვებში და დღევანდელ დღეს ვისაუბრებთ თუ როგორ უნდა განახორციელოს ბიზნეს სუბიექტმა ტენდერში მონაწილეობა, რა ეტაპები უნდა გაიაროს და რამდენად მნიშვნელოვანია სახელმწიფო შესყიდვებში სხვადასხვა ბიზნეს საწარმოების, ბიზნეს სუბიექტების მონაწილეობა, მათი ჩართულობა. ეს თავისთავად პირველ რიგში ხელს შეუწყობს ბაზარზე არსებული კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას, უფრო მაღალ, ასე ვთქვათ, ჯანსაღ ბიზნეს გარემოს შექმნას და ამისთვის პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის, რომ ბიზნეს სუბიექტმა განახორციელოს ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ანუ გულისხმობ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემას, განახორციელოს მასში რეგისტრაცია. რეგისტრაცია არის ძალიან მარტივი, ანუ საკმაოდ ადვილი პროცედურაა. ამ შემთხვევაში კომპანია, რომელსაც სურვილი აქვს მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერში, იმ დასახელებით, იმ ვთქვათ, კონკრეტული დასახელწოდებით, რომელთაც არის დარეგისტრირებული ხსენებული კომპანია, ახორციელებს რეგისტრაციას ერთიან ელექტრონულ სისტემაში. ანუ რეგისტრაციის დროს ის ირჩევს, ასე ვთქვათ, პირველ რიგში მომხმარებლის ტიპში ირჩევს მის კონკრეტულ მიმწოდebლის დასახელებას, იმიტომ რომ ყველა ის კომპანია, რომელიც სისტემაში რეგისტრირდება, არის მიმწოდebლის დასახელებით დარეგისტრირებული. შემდგომ ამ ფორმის მიხედვით ის უთითებს სამართლებრივ ფორმას, ანუ თუ შეპესეს აირჩევს მისი დასახელება, საიდენტიფიკაციო კოდი, შესაბამისი მითითება იმის შესახებ, თუ სად არის ეს კომპანია რეგისტრირებული, ანუ ყველა ის კონკრეტული საკითხები, რომელიც ამ კომპანიის შესახებ იძლევა ინფორმაციას. აი, როდესაც დარეგისტრირდება ეს პირველი ნაწილი, შემდეგ გადადის მეორე ეტაპზე, რომელიც ასევე სავალდებულოა, იმიტომ რომ რეგისტრაციის დროს აქ არის კონკრეტული ისეთი ველები, რომელიც სავალდებულოა შესავსებლად მიმწოდებლისთვის, იმისთვის, რომ სისტემამ რეგისტრაცია განახორციელოს. ანუ ყველა ველი სავალდებულო შესავსებია. შემდეგ ეტაპზე, როდესაც კომპანიის შესახებ ინფორმაციას მიუთითებს, უკვე ახორციელებს კომპანიის წარმომადგენლობით, ასე ვთქვათ, ინფორმაციის შევსებას. ეს არის ხელმძღვანელის სახელი, გვარი, ანუ უკვე დირექტორის შესახებ ინფორმაცია, ან ის პირები, რომლებიც საკონტაქტო პირები არიან ამ შემთხვევაში და შესაბამისად ხდება რეგისტრაცია. აქ მნიშვნელოვანია ისიც, რომ თავისთავად ყველა ეს ინფორმაცია, რომელზეც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, სავალდებულო არის, რომ შეავსოს, მაგრამ ამ მიწოდებული ინფორმაციის სისწორეზე, ანუ მის სისწორესთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება შესაბამის კომპანიას, ანუ იმ პირს, რომელმაც გაიარა აღნიშნული ავტორიზაცია. მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც შევსება მოხდება მსგავსი შინაარსით, შემდეგ ხდება რეგისტრაცია და დარეგისტრირების შემდგომ კომპანია უკვე სისტემაში არის იმ მეწარმე სტატუსით, სამეწარმეო სტატუსით დარეგისტრირებული და უკვე მას აქვს საშუალება განახორციელოს სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობის მიღება. ძალიან მნიშვნელოვან, ასე ვთქვათ, გამარტივების პროცესს თავაზობს ერთიანი ელექტრონული სისტემა დარეგისტრირებულ ბიზნეს სუბიექტს, იმიტომ რომ მას აქვს საშუალება იმ სფეროში, რომელ სფეროშიც ის, ვთქვათ, ახორციელებს ბიზნეს საქმიანობას, იმისთვის, რომ არ დაზოგოს უпростоრეთ დრო, ადამიანური რესურსი, მას აქვს საშუალება მის პროფილში, აი რეგისტრაციის შემდგომ რო გაივლის და პროფილი აქვს უკვე როგორც სამეწარმეო სუბიექტს დარეგისტრირებულია კომპანია, მის პროფილში აქვს უკვე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შეუძლია მონიშნოს უпростоრეთ ის CPV კოდები, ანუ შესყიდვის ობიექტები, რომელიც მისთვის არის საინტერესო და შესაბამისად გამოცხადებული ტენდერები, რაც კი გამოცხადდება მთელი წლის განმავლობაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, მიუვა მას შეტყობინების სახით. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ კომპანია ამ შემთხვევაში აღარ დახარჯავს რესურსს იმაზე, რომ მან მოიძიოს მისთვის საინტერესო
ტენდერები. აქვე აღსანიშნავია, რომ გამორიცხულია ის ფაქტი, რომ რომელიმე ტენდერი მასთან არ მივიდეს, ანუ ყველა ტენდერთან დაკავშირებით ექნება ინფორმაცია. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ ყველა ასე ვთქვათ CPU კოდი არ უნდა მონიშნოს ბიზნეს სუბიექტმა, იმიტომ რომ ასეთ შემთხვევაში ყველა შესყიდვის ობიექტი, რომელიც არის CPU კოდის სახით სისტემაში, რომელიც არის ჩაშენებული და არსებობს, ყველა მასთან დაკავშირებული გამოცხადებული ტენდერი იქნება მასთან გაგზავნილი და შესაბამისად ეს ყველა ინფორმაცია მას ექნება. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს სუბიექტებისთვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული გარკვეული საკითხები, რომელიც უმარტივებთ მათ პროცედურული კუთხით, ასე ვთქვათ, განხორციელებას, იმიტომ რომ სისტემურად მის პროფილში ასევე არის ელექტრონული სერვისები ინტეგრირებული. ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად ბიზნესის წარმომადგენელს ტენდერში უნდა წარადგინოს რაღაც დოკუმენტები, მაგალითად ცნობა ბიუჯეტის წინაშე დავალიანების შესახებ. ესეც ინტეგრირებულია მის პროფილში და შესაბამისად უკვე ყველა ეს ცნობები არის დაცული მასთან და მას შეუძლია მარტივად, უფრო გამარტივებული წესით წარადგინოს სისტემის საშუალებით და მიიღოს მონაწილეობა ტენდერში. ანუ ესეც ერთგვარად, რა თქმა უნდა, მისთვის დროის ეკონომიას და დაზოგვას წარმოადგენს. ასევე მნიშვნელოვანია ტენდერში მონაწილეობის კუთხით თუ როგორ ხდება ბიზნეს სუბიექტების ჩართვა და ეს არის მართლა ძალიან მარტივი პროცესი, იმიტომ რომ მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან შეუძლია დაინტერესებულ პირს, რომელსაც სურს, რომ მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში, ანუ ჩვენი ქვეყნის მიერ გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერებში, ანუ იმ კონკრეტულ, ვთქვათ, თანხებთან დაკავშირებით, რომელსაც ეს ორგანიზაციები განკარგავენ. ამ შემთხვევაში მას აქვს საშუალება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ჩაერთოს ამ პროცესში, მიიღოს მონაწილეობა, რაც უმარტივებს იმას, რომ არ ჭირდება გარკვეული დრო, არ ჭირდება რაღაც გარკვეულწილად რაღაც ეტაპების გადალახვა, ანუ გულისხმობ იმ ფაქტს, როდესაც ძალიან მარტივად შესაძლებელია შევიდეს ერთიან ელექტრონულ სისტემაში იმ პროცედურის გავლით, რაც ახლა ჩვენ ვისაუბრეთ, მისთვის სასურველი CPU კოდის მონიშნვის შემდგომ მასთან მივა შეტყობინება სასურველი ტენდერის შესახებ და აი ამ ტენდერთან დაკავშირებით უკვე ის ახორციელებს ტენდერში მონაწილეობის მიღებას, ანუ პროცესი იწყებს. პროცესი იწყება საკმაოდ მარტივად, იმიტომ რომ სასურველია კონდეს ნებისმიერი ვიზა ბარათი, არ არის აუცილებელი რაღაც კონკრეტული გადახდის მეთოდები, ჩადებული არ არის არც კანონმდებლობაში, არც სისტემის საშუალებით, არამედ ძალიან მარტივად შეუძლია ბარათის მეშვეობით განახორციელოს გადახდა. ეს ბარათი არის ნებისმიერი ტიპის საბანკო ბარათი, რომელიც სხვადასხვა ქვეყნების საბანკო ბარათებით ჩვეულებრივ მისაღებია აღნიშნული სისტემისთვის და გადახდას ახორციელებს ძალიან მარტივად. ანუ მთავარია მას ჰქონდეს ბარათზე შესაბამისი თანხა, ეს არის მონაწილეობის საფასური 50 ლარი და 1%-იანი გარანტია, რომელიც დადგენილია კანონით, ანუ ამ შემთხვევაში ეს არის გამოცხადებული ტენდერის სავარაუდო ღირებულების 1%. ანუ ეს 1% ღირებულებაზეა დამოკიდებული და თავისთავად, რა თქმა უნდა, არ იქნება ყოველთვის ერთი და იგივე თანხა. აი ამ პროცედურის გავლის შემდგომ უკვე მას აქვს საშუალება აფიდავიტის პირობას დაეთანხმება და მას აქვს უკვე საშუალება მიიღოს მონაწილეობა სახელმწიფო ტენდერში. ანუ უკვე ის იყოს პრეტენდენტი, როგორც დარეგისტრირებული, ასე ვთქვათ, სრულფასოვანი მონაწილე ამ სისტემაში, ამ ტენდერში უფრო ზუსტად და შესაბამისად შეუძლია განახორციელოს შესაბამისი დოკუმენტების ატვირთვა, რაც მოთხოვნილია. აი ეს პროცედურა საკმაოდ მარტივია და ძალიან აადვილებს მონაწილეობას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნეს სუბიექტებისთვის, მათ სწორად იცოდნენ გარკვეული საკითხები. ერთ-ერთი არის სწორედ სატენდერო დოკუმენტაცია, სატენდერო დოკუმენტაციის სწორად აღქმა, რა თქმა უნდა, მასში არსებული ჩანაწერების სწორად გაგება, აი ეს სიტყვა რომ ვთქვათ, უფრო ზუსტად, იმიტომ რომ სატენდერო დოკუმენტაციაში შესაძლებელია იყოს ისეთი ჩანაწერი, რომელიც ბიზნეს სუბიექტისთვის ვთქვათ მიუღებელია და სწორედ ეს, აი საჯაროობა, გამჭვირვალეობა დაკავშირებულია ზუსტად აღნიშნულ საკითხთან, რომ მას აქვს საშუალება მისთვის მიუღებელი ჩანაწერი თუნდაც გაასაჩივროს. გასაჩივრებად საკმაოდ მარტივი პროცედურაა ამისთვის საჭიროა განცხადებაში არსებულ ღილაკზე მხოლოდ და მხოლოდ ხელის დაჭერა და შესაბამისი ელექტრონულად შევსება, ანუ ქაღალდზე არ ხდება არავითარი საჩივრის წარდგენა, არამედ ხდება მხოლოდ და მხოლოდ ელექტრონულად, რაც ძალიან სწრაფად იხილავს შემდგომ
შემდგომ დავების განხილვის საბჭო ასეთ საჭიროებს, იმიტომ რომ ამისთვის 10 დღიანი ვადაა დაწესებული. რაც შეეხება დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, რომელიც მე ვახსენე, ეს შეეხება იმ მიმართულებით, რომ სწორად როდესაც აღიქვავს ბიზნეს სუბიექტი და შესაძლებელია იყოს ისეთი ჩანაწერი, რომელიც მისთვის მიუღებელია, პირველ რიგში სანამ საჩივარს წარადგენს ეს მისი უფლებაა, მაგრამ მანამდე აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი ეტაპის გამოყენების საშუალება, რომელიც სისტემაში არის ჩაშენებული და ეს არის კითხვა-პასუხის მოდული. ანუ კითხვა-პასუხის მოდული გულისხმობს იმას, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მას შეუძლია ნებისმიერი მისთვის ბუნდოვანი დოკუმენტაციაში არსებული ჩანაწერი ან ორაზროვანი ჩანაწერი ან თუნდაც ისეთი ინფორმაცია, რომელიც მისთვის შეიძლება არ არის გასაგები ან ბუნდოვანებას ტოვებს, შეუძლია კითხვის სახით დაუსვას შემწყირდელ ორგანიზაციას და აი ამ სისტემაში ინტეგრირებულობა ამ პროცესის და მისი მნიშვნელობა არის გამოხატულია იმაში, რომ შემწყირდელ ორგანიზაციას სავალდებულო წესით, ანუ ვალდებულება აქვს 24 საათის განმავლობაში გასცეს პასუხი, დაუსაბუთოს მისი, ვთქვათ, ის არგუმენტები რა როგორ მიაჩნია შემწყირდელ ორგანიზაციას და შესაძლებელია აღნიშნულმა შემთხვევამ გამოიწვიოს სატენდერო დოკუმენტაციაში ცვლილების შეტანაც კი, იმიტომ რომ შეიძლება მართლაც გამორჩა რაღაც კონკრეტული საკითხი შემწყირდელ ორგანიზაციას და ცვლილების განხორციელება შესაძლებელია. რა თქმა უნდა, წინადადების მიღებამდეა ეს ეტაპი გათვლილი და აი ეს პროცედურა ძალიან უმარტივებს ბიზნეს სუბიექტებს ტენდერებში მონაწილეობის მიღებას და ჯანსაღი კონკურენტული გარემოს შექმნას თავისთავად. სახელმწიფო ტენდერებში ბიზნეს სუბიექტების კუთხით ასევე ძალიან მნიშვნელოვანია მათ იცოდნენ სწორად ის ფაქტიც, რომ სისტემაში, ანუ განცხადებასთან ერთად და დოკუმენტაციასთან ერთად განთავსებულია ხელშეკრულების პროექტი. ხელშეკრულების პროექტი, ანუ რაც გულისხმობს იმას, რომ რა ტიპის ხელშეკრულებას მოაწერს სამომავლოდ ბიზნეს სუბიექტი ხელს, ანუ ყველა ის მუხლი პუნქტი, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს შეადგენს, არის მასში მითითებული და ეს პროექტი გულისხმობს იმას, რომ ზუსტად ასეთი ტიპის ხელშეკრულება იქნება სამომავლოდ მისთვის, ანუ რასაც ხელს მოაწერს. შესაბამისად, აქაც ყურადღება უნდა გაამახვილოს ბიზნეს სუბიექტმა, იმიტომ რომ მისთვის მნიშვნელოვანი დეტალია, რომ შემდეგ სამომავლოდ რაიმე კაბალური პირობა არ იყოს, ან მისთვის მიუღებელი რომელიმე პირობა არ იყოს, იმიტომ რომ მოგეხსენებათ, ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია მხარეთა ურთიერთობისთვის და მას აქვს საშუალება თუ მისთვის მიუღებელია პირობა, ესეც გაასაჩივროს, იმიტომ რომ ხელშეკრულება წარმოადგენს სატენდერო დოკუმენტაციის განუყოფელ ნაწილს. აი ეს მნიშვნელოვანი საკითხები ერთად უკვე თავმოყრილი, რა თქმა უნდა, მიანიშნებს იმაზე, რომ შესყიდვების სააგენტო მუდმივად ცდილობს სისტემის საშუალებით, კანონმდებლობის საშუალებით შექმნას ბიზნეს სუბიექტებისთვის ისეთი გარემო, უფრო მეტად დაინტერესდნენ ისინი სახელმწიფო შესყიდვებით, მათ ჰქონდეთ სურვილი მონაწილეობა მიიღონ, იმიტომ რომ საკმაოდ მარტივი პროცედურებია, არსებობს ისეთი დეტალები, რომელიც მათთვის საინტერესოა, უნდა იცოდნენ ეს საკითხები და მათ შორის ერთ-ერთი არის თუნდაც ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, საავანსო ანგარიშწორება. ანუ საავანსო ანგარიშწორებაც არის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, რომელიც დოკუმენტაციასთან ერთად არის განთავსებული, დოკუმენტაციაში უნდა იყოს აუცილებლად და ავანსი ბიზნესისთვის ერთგვარი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი საკითხია ბიზნეს სუბიექტისთვის, იმიტომ რომ მას შეუძლია მიიღოს გარკვეული თანხა ხელშეკრულების დადების შემდგომ თავისთავად რაღაც პროცენტული ოდენობა და ამის სანაცვლოდ მას მხოლოდ მოუწევს საბანკო გარანტიის წარდგენა, ანუ შესაბამისი ოდენობით საბანკო გარანტიის წარდგენა. აი ეს საკითხები ავანსთან დაკავშირებით ხელშეკრულების უზრუნველყოფის საბანკო გარანტია, რომელიც ერთგვარ მნიშვნელოვან ინფორმაციას წარმოადგენს, უბრალოდ მნიშვნელოვანია მისი სწორად აღქმა შემწყირდველი ორგანიზაციის მიერ ჩადებული ინფორმაციის ბიზნეს სუბიექტისთვის რა მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს. შესაძლებელია იყოს ისეთი დეტალები, რომელიც თავიდანვე პრობლემატურად მიაჩნია ბიზნეს სუბიექტს და სწორედ ეს ვახსენე მე, რომ მას ერთობლივად, ანუ შესყიდვების სააგენტოს სისტემასთან ერთად, კანონმდებლობასთან ერთად და მისი ჩართულობით მას აქვს შესაძლებლობა შექმნას უფრო მეტი ჯანსაღი კონკურენცია, ბევრად მაღალი, ასე ვთქვათ, ჯანსაღი ბიზნეს გარემო და მათ აქვს შესაძლებლობა ბევრად მეტად ჩაერთონ სახელმწიფო შესყიდვებში. აქვე ორიოდე სიტყვით დავამატებ, რომ ძალიან ბევრი მიმწოდებელი, რა თქმა უნდა, დღითი დღე ემატება ერთიან ელექტრონულ სისტემას, ასევე ძალიან ბევრი არარეზიდენტი კომპანია რეგისტრირდება, ანუ ის კომპანიები, რომლებიც დაინტერესებული არიან სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობით
საშუალებით და ეს ერთგვარად თავისთავად უფრო მაღალ ბიზნეს გარემოს ქმნის. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენ ბიზნეს სუბიექტებისთვის მნიშვნელოვან დეტალებს შევეხეთ, რა თქმა უნდა, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის თეთრსიასთან დაკავშირებით, შავსიასთან დაკავშირებით, ამხანაგობის საკითხები, რომელზეც ისაუბრებს ჩემი კოლეგა გიორგი ლაცაბიძე. გამარჯობა, მოგესალმებით. წარმოგიდგენთ სახელმწიფო შესყიდვების კურსს. ჩვენი დღევანდელი საუბრის თემა იქნება ბიზნესის ჩართულობა სახელმწიფო შესყიდვებში, ის უპირატესობები და ურთიერთმემართება, რომელიც მათ აქვთ სახელმწიფო შესყიდვებში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენ უპირველეს ყოვლისა უნდა განვიხილოთ შავი სიის წარმოება, მთლიანი ადმინისტრაციული პროცესი და ის შედეგები, რაც აღნიშნული ტიპის წარმოებას შეიძლება მოყვეს. საკითხის გარკვევისას უმნიშვნელოვანესია ჩვენ ვიცოდეთ ის საფუძვლები, რა დროსაც ჩვენი ბიზნეს სუბიექტები, ჩვენი მიმწოდებლები შესაძლოა აღმოჩნდნენ აღნიშნული ტიპის წარმოებაში. ეს არის პირველ რიგში არაკეთილსინდისიერი ქმედება ტენდერის მიმდინარეობის პროცესში. აქედან გამომდინარე, ჩვენ როდესაც მონაწილეობას ვიღებთ სახელმწიფო შესყიდვებში, აუცილებლად უნდა გქონდეს მაქსიმალურად გააზრებული და გათვითცნობიერებული ის პასუხისმგებლობა, რაც შეიძლება მოყვეს ჩვენს მონაწილეობას სახელმწიფო შესყიდვებში. ასევე უმნიშვნელოვანესია ხელშეკრულების დადების შემდგომი საფუძვლები, კერძოდ არაჯეროვნად ხელშეკრულების შესრულება და ხელშეკრულების შეუსრულებლობა. აქედან გამომდინარე, როდესაც ამ საფუძვლებით შემსყიდველი ორგანიზაცია მოგმართავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში იწყება ადმინისტრაციული წარმოება. ადმინისტრაციულ წარმოებას აქვს სამი ტიპის შედეგი. ეს შესაძლოა იყოს პირის შავსიაში დარეგისტრირება, შავსიაში დარეგისტრირებაზე უარი და გაფრთხილების გამოყენება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიპის წარმოებაში ჩვენ სავალდებულოდ ყავს ჩართული ბიზნეს სუბიექტი. შესაბამისად, აღნიშნული უზრუნველყოფს თანაბარ პროპორციულ საწყისებზე მათ უფლებების დაცვას ამ ტიპის წარმოებაში, სრულად გარანტირებულია აღნიშნული ტიპის წარმოებაში მხარეთა არგუმენტები, წერილობით წარმოდგენა ინფორმაციის ან სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის და საჭიროების მიხედვით ჩვენ ვნიშნავთ ზეპირ განხილვას, რა დროსაც გარანტირებულია ყველა ბიზნეს სუბიექტისათვის მათი უფლებების დაცვა. ასევე ჩვენ უნდა განვიხილოთ ის საფუძვლები, რა დროსაც შეიძლება პირი არ დარეგისტრირდეს შავსიაში. ეს არის პირველ რიგში განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, როდესაც სიღრმისეული წარმოებები მიდის აღნიშნული ტიპისა, ჩვენ გვაქვს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბიზნეს სუბიექტები არ რეგისტრირდებიან შავსიაში, ზუსტად ეს არის იმ სიღრმისეული და დეტალური გამოკვლევის შედეგი, რა დროსაც ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ობიექტურად იყოს შეფასებული და გამოკვლეული თითოეული დოკუმენტაცია და ისე იქნას მიღებული გადაწყვეტილება. შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის აუცილებელია ვიცოდეთ, რომ როგორც კი დადგება ზემოთ ჩამოთვლილი სამი საფუძვლიდან ერთ-ერთი საფუძველი, ჩვენ დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. არის ხოლმე ხშირად ასეთი კითხვები, რომ როდესაც დადგება ამ სამი საფუძვლიდან ერთ-ერთი საფუძველი, მე რა დრო მაქვს იმისთვის, რომ მიმართო სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ კანონმდებლობა პირდაპირ გვავალებს ერთ-ერთი ასეთი საფუძვლის დადგომიდან ჩვენ დაუყოვნებლივ მიმართავთ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, სადაც 3 დღის ვადაში ტექნიკურად შემოწმდება წარმოდგენილი დოკუმენტაცია და მაქსიმალურად მოკლე ვადაში ადმინისტრაციული წარმოებების ყველა პროცედურის დაცვით მიიღება გადაწყვეტილება. აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია, რომ ვინაიდან შავი სიის წარმოებას აქვს დიდი პრევენციული მიზანი, დაუყოვნებლივ იქნას ერთ-ერთი საფუძვლის არსებობისას წარმოდგენილი შესაბამისი შეტყობინება, რომელიც არის უმარტივესი, დამტკიცებულია ნორმატიულად და ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ ზედმეტი ადმინისტრაციული ბარიერების გაუმჯობესების და მოხსნის მიზნით ჩვენ არანაირ დამატებით დოკუმენტაციას არ ვითხოვთ, თუ ეს ყველაფერი ატვირთულია სისტემაში. ასევე შავი სიის მიზნებისთვის უმნიშვნელოვანესია შემდეგი
პრაქტიკული საკითხები, რომლებიც გამოიკვეთება ხოლმე აღნიშნული ტიპის წარმოების დროს. პირველი ეს არის ის, რომ მთლიანად ჩვენ რომ გქონდეს განსაკუთრებით ეს ეხება ხელშეკრულების შესრულების ეტაპზე საფუძველი, რომ გავაკეთოთ შეტყობინება სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში, აუცილებელია ერთდროულად რამოდენიმე კრიტერიუმის არსებობა. პირველი რა არის? პირველი ეს არის ის, რომ ჩვენ აუცილებლად სახელზე უნდა გქონდეს ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულება ან ხელშეკრულების შეუსრულებლობა. ასევე ხშირად პრაქტიკაში გვაქვს ხოლმე ასეთი შემთხვევა, როდესაც ხელშეკრულება მოქმედია, არის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების ფაქტი და მოდის შეტყობინება სააგენტოში. ეს არის მცდარი გადაწყვეტილება, ვინაიდან გარდა იმისა, რომ ჩვენ უნდა გქონდეს აუცილებლად არაჯეროვანი შესრულება ან შეუსრულებლობა ხელშეკრულების, ამასთანავე აუცილებელია, რომ სახელშეკრულებო ურთიერთობები შემსყიდველსა და მიმწოდებელს შორის იყოს დასრულებული. აქედან გამომდინარე, ამ ორ კრიტერიუმს ემატება მესამე კრიტერიუმი. ასევე პრაქტიკაში ჩვენ ხვდებით ხშირად საკითხებს, როდესაც სახეზეა ორივე კრიტერიუმი, გვაქვს ჩვენ არაჯეროვანი შესრულება ან ხელშეკრულების შეუსრულებლობა, დასრულებულია სახელშეკრულებო ურთიერთობების ვადაც, მაგრამ ეს არაჯეროვნება გამოწვეულია შემსყიდველის მიზეზობრივი კავშირით. შესაბამისად, ესე იგი, სრულყოფილი ჯაჭვი რომ შეიკრას ხელშეკრულების დადების შემდგომ შავი სიის ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისთვის, სავალდებულოა 3 სავალდებულო კრიტერიუმის ერთდროულად არსებობა. არაჯეროვანი შესრულება ან ხელშეკრულების შეუსრულებლობა, სახელშეკრულებო ურთიერთობების ამოწურვა და მესამე, აუცილებლად ეს არაჯეროვანი შესრულება ან შეუსრულებლობა უნდა იყოს გამოწვეული მიმწოდებლის მიზეზობრივი კავშირით. აქედან გამომდინარე, ამ შესაბამისი კრიტერიუმების არსებობისას სააგენტო, როგორც აღვნიშნეთ, დაუყოვნებლივ იწყებს წარმოებას და 3 სამუშაო დღის ვადაში მოწმდება მთლიანად ფორმალური კუთხით აღნიშნული შეტყობინება. აღნიშნულ ასე ვთქვათ, შემოკლებულ ვადებს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ვინაიდან, როგორც ჩვენ აღვნიშნეთ, შავი სიის არსი და ბუნება თავის თავში მოიცავს პირველ რიგში პრევენციას შემდგომი ასეთი მონაწილეების სახელმწიფო შესყიდვებისგან, განრიდებისგან და მეორე, რა თქმა უნდა, მას გააჩნია თავისი რეპრესიული მიზანი, რომელიც გამოიხატება იმ შედეგში, რომელიც დადგება შავი სიის წარმოების შედეგად. უნდა აღინიშნოს, რომ თვითონ შავი სიის წარმოებას აქვს 3 ტიპის სავარაუდო შედეგი. პირველი ეს არის შავ სიაში დარეგისტრირება, რომელიც ნიშნავს იმას, რომ 1 წლის განმავლობაში აღნიშნული მიმწოდებელი ვერ მიიღებს სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას. ჩვენ აქ ხაზი უნდა გაუსვათ განსაკუთრებით შემსყიდველი ორგანიზაციებისთვის იმ ფაქტს, რომ ელექტრონულ პროცედურებში თვითონ სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს განრიდებას ასეთი პირებისა, რამე თუ ისინი ელექტრონულ პროცედურაში ავტომატურად ვეღარ მიიღებენ 1 წლის განმავლობაში მონაწილეობას. თუმცა პრაქტიკაში სამწუხაროდ დღემდე ხდება ისეთი შემთხვევები, როდესაც გამარტივებული შესყიდვების, ეგრეთ წოდებული პირდაპირი შესყიდვების დროს იდება მაინც ასეთ პირებთან ხელშეკრულება. ჩვენ აქ უნდა ცალსახად აღვნიშნოთ ის ფაქტი, რომ გამარტივებულ შესყიდვებში პირი არის თუ არა შავ სიაში, ამისი გადამოწმების ვალდებულება პირდაპირ გააჩნია შემსყიდველ ორგანიზაციას. შესაბამისად, ასეთ პირთან ხელშეკრულების დადებამ გარდა იმისა, რომ შესაძლოა სახელმწიფო ფინანსები, საჯარო სახსრები მოახვედროს არაკეთილის ინდისიერი, ანუ შავ სიაში მყოფი პირის ხელში, ასევე ჩვენ შესაძლოა მივიდეთ იმ ფაქტამდე, რომ საერთოდ შესაწყვეტი გაგვიხდეს ჩვენ ასეთი ტიპის ხელშეკრულება და შესაბამისად ამ ყველაფრის თავიდან აცილების მიზნით უმჯობესია, რომ ჩვენ შემსყიდველმა ორგანიზაციებმა თავიდანვე გამარტივებული შესყიდვების დროს, ანუ ყველა იმ შესყიდვებში, რომელიც არ ხორციელდება ელექტრონული პროცედურების გზით, თავიდანვე ხელშეკრულების დადებამდე შევამოწმოთ არის თუ არა
ეს პირი შავსიაში რეგისტრირებული. ხოლო შავი სიის წარმოებას, მის ასახვას, მის პროაქტიულ გამოქვეყნებას მე ვიტყოდი უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო, როგორც სისტემაში, ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ასევე ვებგვერდზე, ეს არის მკაცრად კონტროლირებადი რეესტრი და შესაბამისად აქ სააგენტოს მხრიდან შეცდომა არის გამორიცხული. ეს აუცილებლად უნდა გადამოწმდეს შესაბამისი შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ. აგრეთვე შემდგომი საფუძველი ჩვენ გვაქვს გაფრთხილება, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ არ უზრუნველყოფს ამ მიმწოდებლის სახელმწიფო შესყიდვებიდან განრიდებას, ის არის გარკვეულწილად ყვითელი ბარათის მატარებელი, რამე თუ გაფრთხილებას ვეღარ მიიღებს ერთი პირი ერთზე მეტჯერ შესაბამისად, ამასაც აქვს თავისი შემაკავებელი როლი და ფუნქცია სახელმწიფო შესყიდვებში. ასევე ბიზნესთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია თეთრი სია. ჩვენ როგორც აღვნიშნეთ, ეს წარმოება შემოდის ორ მიმართულებად. ერთი კეთილსინდისიერი პირების დადგენა და გარკვეული უპირატესობების მათთვის გაჩენა და მეორე შავი სია, რომელიც თავისი რეპრესიული ხასიათით განარიდებს შავ სიაში რეგისტრირებულ პირებს სახელმწიფო შესყიდვებიდან. თეთრ სიას აქვს თავისი როგორც ფსიქოლოგიური და მორალური დატვირთვა ჩვენი მიმწოდებლებისთვის, ასევე აქვს გარკვეული უპირატესობები, ეს იქნება ადმინისტრაციული ორგანოდან წარმოსადგენი დოკუმენტების ვალდებულებისგან გათავისუფლება თუ ეს იქნება, ასე ვთქვათ, საბანკო გარანტიებთან დაკავშირებით გარკვეული უპირატესობები, რომელიც საკმაოდ კარგად არის განსაკუთრებით მცირე მიმწოდებლებისთვის მორგებული, ვინაიდან გარკვეული მექანიზმია იმისათვის, რომ უზრუნველყოთ მათი ჩართულობა თლიანად იმ პროცესში, რომელსაც ქვია სახელმწიფო შესყიდვები. ასევე ბიზნესის ჩართულობასთან დაკავშირებით უმნიშვნელოვანესია ბოლო პერიოდში სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ დანერგილი მოდელი ამხანაგობის ფორმით მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში. ეს ერთის მხრივ პირდაპირ ეხმიანება სახელმწიფო შესყიდვების ძირითად პრინციპებსა და მიზნებს, როგორიც არის კონკურენციის განვითარება, მაგალითად, და მასთან შესაბამისად მიბმული არის სახელმწიფო სახსრების რაციონალური ხარჯვა, ასევე მაქსიმალურად უწყობს ხელს პატარა კომპანიებს, რომელთაც იმ კონკრეტულ მომენტში დამოუკიდებლად არ გააჩნიათ საშუალება მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა და შეამხანაგების გზით, ასე ვთქვათ, ძალების გაერთიანების გზით, მატერიალური ტექნიკური საშუალებების სწორად განაწილებით, ვალდებულებების თავიდანვე გაყოფით, ეს ფორმა უზრუნველყოფს იმას, რომ სახელმწიფო შესყიდვები ხდება კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი, კიდევ უფრო ფართო და კარი ეხსნებათ ისეთ კომპანიებს, რომლებიც არიან კეთილსინდისიერნი, დამოუკიდებლად ასრულებენ მათ ფუნქციებს, თუმცა დამოუკიდებლად არ შეუძლიათ კონკრეტულად იმ ტიპის ტენდერში შესაძლებლობების დაკმაყოფილება, რომელიც გამოცხადებულია. აქედან გამომდინარე, ზუსტად ეს ფორმა უზრუნველყოფს ძალების გაერთიანებას, შესაბამისი რესურსების მაქსიმალურად მობილიზებას, რათა თითოეული შესყიდვა იყოს მაქსიმალურად ბევრ პრეტენდენტიანი, ბევრ ჩართულ პირს შეეძლოს მონაწილეობის მიღება სახელმწიფო შესყიდვებში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სახელმწიფო სახსრების რაციონალურად ხარჯვას, მეტ კონკურენციას, გამჭვირვალობას და საბოლოო ჯამში ეს საჯარო სახსრების სახელმწიფო ფინანსების ეფექტიან ხარჯვას უზრუნველყოფს. ამხანაგობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს ის, რომ ძალიან მარტივია მათი რეგისტრაცია სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში, ეს ამ ტიპის მიმწოდებელი რეგისტრირდება მხოლოდ საგადასახადო კოდით, მარტივად რამოდენიმე წუთში, შესაბამისად აქ მთავარია, რომ ის ფუნქციები, ის უფლებები მათ თავიდანვე სწორად და მიზნობრივად გაიყონ სატენდერო მოთხოვნების შესაბამისად, რათა შემდგომში პროცედურების დროს არ შეექმნათ მათ პრობლემები. აქედან გამომდინარე, ამხანაგობასთან დაკავშირებით მე შემიძლია დავამატო ის, რომ მუდმივად მიმდინარეობს ამ მასზე ფოკუსირება, მისი რეფორმირება და იგეგმება ისიც, რომ გარკვეულწილად შესაძლებელია დაჯამდეს
ისეთი უფლებები, რომლებიც დღევანდელი არსებული კანონმდებლობით არ ჯამდება. ეს შეეხება გამოცდილების გარკვეულ კომპონენტს, ეს შეიძლება შეეხოს გარკვეულ ტექნიკურ თუ სხვა ტიპის მახასიათებლებს, რაც კიდევ უფრო ჩვენის აზრით აამაღლებს ჩართულობას სახელმწიფო შესყიდვებში და განსაკუთრებით ხელს შეუწყობს პატარა დამწყებ და კეთილსინდისიერ კომპანიებს, რომ განვითარდნენ სწრაფად, ერთად, ასე ვთქვათ, სინერგიის პრინციპით მიიღონ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა. დღეისათვის სულ ეს იყო, მომავალ შეხვედრამდე.